ახალი ურთიერთობა, ნაცნობობა, აი როგორც ასეთი. გაიცანით ადამიანი, იწყებთ ურთიერთობას, ან დიდი ხნის უკონტაქტობის შემდეგ აღდგა ურთიერთობა, ახალი დაწყებული ურთიერთობა და ვნახოთ მაგ ურთიერთობაში რა იქნება და რეალურად ვინ არის ეგ ადამიანი, ხო? აი რას მალავს, რას არ მალავს, როგორ განვითარდება, როგორ აპირებს თქვენი ურთიერთობის განვითარებას. ეხლა ვნახოთ სიგნიფიკაცია, რა ხდება ეხლა თქვენ შორის. ეხლა რა ხდება თქვენს შორის. ეს ურთიერთობა უფრო ვიტყოდი არის შეიძლება ადრე იცნობდით, ანუ ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, უბრალოდ გაქვთ კომუნიკაცია, ან ვიცი ეს წამის უნდა დავაზუსტო. რა ხდება თქვენ შორის აქ რა იგულისხმება. როგორი რაღაცაა, იცი? თქვენ შორის გასაგებია. აქ როგორი რაღაცა ხდება, უყურეთ ეხლა თქვენ. თქვენ შორის მოხდა რაღაცა უცაბედი გრევა ადრე ურთიერთობაში. ეს არ არის 2 დღის დაწყებული ურთიერთობა, როგორც აღნიშნეთ. ურთიერთობა ადრეც გქონდათ რაღაცა სახის ურთიერთობა. ამ ადამიანს დიდი ხანია იცნობთ, მოკლედ გაკავშირებთ რაღაცა ცხოვრებისეული გამოცდილებები ერთმანეთთან. და როგორი რაღაცა უყურეთ, მოხდა რაღაცა, გაჩერდა თქვენ შორის ურთიერთობა, შეიძლება წენა უცბად გაწყვდა ურთიერთობა და მერე ისევ აღდგა ეს ურთიერთობა. ეხლა გაქვთ კომუნიკაცია, მიწიერი, აი ძალიან მიწიერად ხართ ამ ურთიერთობაში ერთმანეთთან დაკავშირებული. ძალიან მიწიერად, აი აქ სულიერების არანაირი ნატამალი არ არის, რას გულისხმობ. ეხლა ჩვენი სივრცე იცით, რომ არის უფრო სულების დონეზე და არსებობს მიწიერი და სულიერი სამყაროები. მიწიერი, რასაც თქვენ ხედავთ თვალით და იგებთ და ის, რასაც ვერ იგებთ, ის არის სულიერი სამყაროს კანონები. ზუსტად იმიტომ ვარდებით გაუგებრობაში ურთიერთობებში, რომ მიწიერად ლოგიკას უძებნით და ალოგიკურ მდგომარეობაში როდესაც ვარდებით, ეს არის სულიერი კანონები, რომლებიც არის საკრალური ინფორმაციის წყარო და მაგისთვის ვართ აქ ჩვენ. ნახეთ როგორი სიტუაცია. თქვენ ახლა გეშინიათ, რომ ამ ურთიერთობაში აი სტაბილურობა, ეჭვები გაქვთ, გეშინიათ რაღაცებს, იკვლევთ, უთვალთვალებთ ამ ადამიანს, შეიძლება სადღაც რაღაცას ძიობთ, რომ ეს კაცი თუ ან ოჯახიდან გამოსულია, ისევ რაიმე ან ის აქვს, თუ დაუშვათ თუ ოჯახიც აქვს ამ კაცს, ხო? აი რა ხდება, რა საპირებს და გამოვა იმ ოჯახიდან არ გამოვა, მოკლედ გაქვთ ეს ეჭვები და მთელი ამბები რა. თქვენ გექნებათ ერთად თანაცხოვრება თუ არა, აი თქვენ გინდათ და შეიძლება რაღაცა შექმნით ამ პერიოდში, სანამ თქვენ შორის იყო დაშორება, შეიძლება თქვენი სახლი შეიძინეთ, ან ყოველ შემთხვევაში მუშაობთ და აგროვებთ თანხას იმისთვის, რომ თქვენი რაღაცა შექმნათ, თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის, ახალი მომავლისთვის, უფრო სიბრძნისეულად. კი, შეიძლება აქ სახლზე გაქვთ აქცენტი გაკეთებული.
ან სახლის შეძენა გინდათ, ან უკვე შეიძინეთ და უბრალოდ არ გინდათ რომ შეცდეთ უკვე ამ ახალ ეტაპზე ამ ურთიერთობაში. ის რაზეც თქვენ ეჭვობთ, რისიც გეშინიათ, სამყარო რამდენად შესაძლებელია ამ ქალის ეჭვები რეალური იყოს. ანუ გეშინია ადამიანო, ვინც უყურებ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ შენი გაუგებარი მენტალური მდგომარეობიდან უკვე დაგეხმარა მაღალი ძალები და გამოგიყვანა. შეგიძლია იყო მშვიდად, განიტვირთო და დატკბეს სამყაროს მიერ მოვლენილი ძალის ენერგიით, რომელსაც გრძნობ ახლა ამ ეტაპზე. ის მენტალური მდგომარეობა, რაც აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით გაქვს, ხო? არის წარსული იმპულსები, წარსული სიტუაციიდან გამოყოლილი. ეს ადამიანი ნამდვილად ფიქრობს სერიოზულად ამ ურთიერთობაზე და შეგიძლია იყო მშვიდად. აი ის სიტუაცია, აი თავში რაც მოგდის, რომ და რომ გაგიელვებს, რომ ყველანაირ აზრს რო გიბინდავს, აქედან უკვე დაგეხმარა მაღალი ძალები და აი ცდილობენ რომ საბოლოოდ ამოგიყვანონ და ამის დასადასტურებლად გიგზავნიან ამ ახალ შანსს, რაც მოგცეს. დამშვიდი, გალახდი, მიიღე სამყაროს ეს ჰარმონია, შეიგრძენი და არ გჭირდება ეს ელვისებური ფიქრები თავში, რომელიც მოგდის, რომელიც წარსულიდან არის გამოყოლილი. იმას თავისი მნიშვნელობა და დანიშნულება ჰქონდა წარსულიდან, რაც გამოყვა აქ როგორც ჩანს, რაღაცა დოზით გაკვეთილეობრივი კარმული მინუს კარმული მდგომარეობა გაიარე და რაღაცა ისწავლე. აქედან გამომდინარე, ახლა გაძლევს სამყარო შვებას და აგერ ეს კაციც გამოგზავნა. აქ შეიძლება ერთად ცხოვრობდით, ან დღეები გქონდათ გატარებული ერთად და ეხლა უბრალოდ გეშინიათ, რომ რა იქნება და როგორ იქნება. ეს მამაკაცი ფიქრობს ნამდვილად ახალ მომავალზე, ეს აუცილებლად შეცვლის სიტუაციაზე. ვიღაცასთან მამაკაცი გამოდის ოჯახიდან, თუ ოჯახი ყავდა ამ ადამიანს და მოდის ამ ურთიერთობაში, თქვენი სიუხვე ამ ადამიანს იმდენად ჭირდება, მოდის სიყვარულით ამ ურთიერთობაში, უშუალოდ თქვენთან ემოციური ბედნიერებისთვის და თანაცხოვრებისთვის. ძალიან გაგიხარდებათ. ეს ემზადება სხვათა შორის მიწიერ დონეზე, აი ემზადება რა გზით მოვიდეს, აი ისე უნდა რომ მოვიდეს ეს ადამიანი, სხვათა შორის უკვე მიმდინარეობს ამის მზადება, იმიტომ რომ იმდენად გამცემი ხართ, იმდენად სიუხვიანი ადამიანი ხართ თქვენ, რომ ამ ადამიანში იწვევთ ემოციურ სისავსებას მამაკაცში. ამას ისე უნდა მოვიდეს ამ ურთიერთობაში, რომ თავისი ნაბიჯებით არ ატკინოს ვიღაცას. ეს ვიღაცა შეიძლება იყოს ოჯახი. აქ სიგნიფიკაციაში კიდე როგორი სიტუაცია, ამიტომ ხო გეუბნებით უსმინეთ ბოლომდე სიგნიფიკაციას, ხოლმე პრინციპში ხა გაშლის შუაში ვართ, მაგრამ მაინც ეხლა ვიღაცა შემომიფრინდა უეჭველი აი შუა გაშლაში. როგორი რაღაცა აქ შეიძლება ეჭვიანობთ მაგის ოჯახსაც, არ არის გამორიცხული. ნუ რატო და რისთვის ეს ცალკე თემა არის, მაგრამ ეს ინფორმაციაც წამოვიდა და მოგაწოდეთ. ეხლა ვნახოთ, რას აპირებს, ნახეთ ეს კაცი აპირებს მაგას.
ეხლა ვნახოთ რა ხდება მის ცხოვრებაში თქვენთან დაკავშირებით. აი შენ ვინც მიყურებ, შენთან დაკავშირებით რა ხდება ამ კაცის ცხოვრებაში? კი, აქ ვიღაცა ოჯახის მამაკაცია. რა ხდება და ეს კაცი არის ძალიან დიდ ამოცანის წინაშე. არც მოქმედება შეუძლია, აი მენტალურ დონეზე გონია, რომ ამ პრობლემას ვერ გადაჭრის, პირიქით ეს პრობლემა დაიყოლებს ამ ადამიანს. თითქოს ვერ გამოდის იმ რო იტყვიან კოლბიდან, რასაც ქვია ოჯახური თანაცხოვრება, ის სვავს უეჭველი და ის არის, რა ქვია, ჩერეზამდალებით თავისუფლდება თქვენზე ფიქრებისგან. თქვენზე რო ფიქრობს, აი ივსება სრულიად. თქვენი ერთგულია, რომ იცოდეთ ეს კაცი. თქვენთან გრძნობს თავს თავისუფლად. ელოდება, რომ თქვენ იმოქმედებთ ამ კაცის მიმართ და ძალიანაც ეჭვიანობს, რომ იცოდეთ და თქვენ რო არ გადიხართ აქ კონტაქტზე. მეც ეს რას მეუბნები? ხო, გელოდებათ, თქვენ რო კონტაქტზე არ გადიხართ ამ კაცთან. მე 1000 სისულელე ფიქრები მოსდის თავში. აი არ ვიცი, ვცდილობს რომ რამდენად გამკლავდეს, მაგრამ ბევრი შიშები ფიქრები, აი მაჯლაჯუნები რო იტყვიან, ჩვენ რო ვეძახით ხოლმე ისინი, რა ქვია, ჭიანჭველები ყავს ტვინში შემძვრალი. თემი საყვარელია და სასაცილო. ელოდება, რომ თქვენ მიხვიდეთ სიყვარულით, აი ცოტა როგორი ენერგიებით თანიცი, აი მოვედი ჩემი სიყვარულით და ეს დაგხვდეთ ძალიან ბრძნულად, თავისი სიმკაცრით, თავისი აზროვნებით, თავისი გადაწყვეტილებებით, თავისი გეგმებით და თავისი გამჭრიახობით უნდა დაგხვდეთ. და თქვენ უნდა, ასე ვთქვათ, გაბედნიერდეთ ამისი, თუნდაც ამ სიმკაცრით. მე ძალიან საინტერესო პერსონაჟი გვყავს. აქ გეტყვით მე ეს რო იცი, მე შენ გაღიარებ, შენ ჩემთვის ანუ აქ ნახე, თქვენ რო ესე მიხვიდეთ, ეს კაცი გეტყვით მე რომ აი ესე მკაცრად რაღაცა და აი ეს არის, რა ქვია, მილიონში შენ გხედავ მარტო და შენ ამით უნდა იყო, ასე ვთქვათ, ამაყი, ამით უნდა იყო ქვეყანა შენი გეგონოს, აი ეს რაღაცას გეტყვის რა. შეიძლება გმალავ, მაგრამ შენ ხარ ჩემი ვარსკვლავი, შენ ხარ ჩემი ყველაფერი და როგორი რაღაცა, იცი, გადავჭრი ამ რაღაცა პრობლემასაც, რაც გულში გხდება და გულში გტკენს. თან გეუბნება, ამას შევცვლი ამ სიტუაციას. ეს თუ თანაცხოვრებას ეხება, კი ბატონო, თქვენ თან მარტო უნდა იყოთ და თან ამასთან უნდა იყოთ. აი ესე შეცვლის ჩვენი ძვირფასი. ძირითადად აქ
რას გეტყვით იცით? ცოტა ხანი მოგიწევს ლოდინიო, არ ვიცი მომავალში რა იქნება და როგორ იქნება, მაგრამ მეო მაინც იმას ვიზაო, გამთავისუფლდებიო ოჯახიდანო. თვითონ წავაო ის ქალია, ესეთ რაღაცას გეტყვით და მეც მერე უკვე ვიქნები თავისუფალი მამაკაციო. კარგი. აქ როგორც ჩანს, კომუნიკაცია გაქვთ, მაგრამ თან არ გაქვთ. ან გქონდათ კომუნიკაცია და ეს ადამიანი, იმიტომ რომ აქ ისეთი გაშლა წავიდა, აქ ორი ვარიანტი წავიდა. ორი ვერსია წავიდა, საჯაროა გაშლა, მაგიტომაც გამიკვირდა. ორი ვერსია წავიდა, ერთი არის, ვისაც კომუნიკაცია აქვს და აი ეს იმპერატორი მაგასთან მოდის და მეორე არის ვერსია, რომელიც ხალი ელოდება, უთვალთვალებს მამაკაცს თავის ოჯახთან დაკავშირებით. ეს ადამიანი შეიძლება ხალი გავიდა ურთიერთობიდან და ელოდება ამ ადამიანის კომუნიკაციაზე გამოსვლას უშუალოდ თანაცხოვრებასთან დაკავშირებით. რჩევა ამ ქალბატონს, ვინც ახლა მემიყურებს სამყაროსგან, რჩევა. რჩევა არის ის, რომ მიწიერ დონეზე ეცადე, რომ არ იყო ცდუნება საყოვლილი, ეს შეიძლება იყოს მატერიალური საკითხებიც, ეს არის ერთგვარი კარმული გაკვეთილი. მიწიერ დონეზე გეუბნებიან, რომ ეხლა შენ მარტოობის ეტაპს გადიხარ, ძირითადად მარტო გიწევს ყოფნა და გეუბნებიან, რომ მიწიერი მდგომარეობის ცდუნებას არ აყვე, იმიტომ რომ აი შეიძლება რაღაცა თანხებთან დაკავშირებით, არ ვიცი რას ეხება ეს საკითხი, რაღაცა ისეთში არ ჩადო, საქმეს თუ ეხება, აქ არ ვიცი ხა ქალს რჩევას აძლევენ საქმესთან დაკავშირებით, რომ შენ თუ იყურები წინ და სინათლეს გზას ვერ ხედავ, აი რაღაცა წინააღმდეგობას ხედავ და ფიქრობ, რომ იმ წინააღმდეგობის იქით არის რაღაცა შუქი, და რაღაცა გეუბნება, ან ვიღაცა გეუბნება, ან რაღაცა გეუბნება, რომ ან ფული ჩადე, ან იმოქმედე, ან ნაბიჯი გადადგი, არ გადადგა. შენ დიდი გამოცდილების და დიდი ცოდნის პატრონი ხარ და გამოიყენე ის გამოცდილება და ცოდნა სიბრძნე, სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგავ, რადგან ის, რასაც ვერ ხედავ და მაინც შეიძლება ვიღაცა გეუბნება, შეიძლება რაღაცა გეუბნება, წადი გააკეთე, ან ჩადე, ან მომეცი, ან რაღაცა. არ გააკეთო ეს ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივი მიწიერ დონეზე გამოცდა შენთვის შემოკარგო. წარსული მდგომარეობიდან უნდა აიღო გამოცდილება, რომელიც გამოგადგება აძმყოს გზის გაკვალვაში და განათებაში, სამომავლო გზის, ჩვენი მომავალი რა არის? ჩვენი მომავალი არის ჩვენი აწყო. და ის, რაც აი გეჭვება, ის არის ჩვეულებრივად გამოცდა მიწიერ დონეზე ცდუნება, რომელიც უნდა გაითვალისწინო იმისთვის, რომ იმ წინააღმდეგობის იქით უფსკრული არ დაგხვდეს. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, გისურვებთ წარმატებულ ბედნიერ კვირა დღეს და შევხვდებით მალე.